პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიზანი სულაც რომ დავიჯეროთ ირაკლი კობახიძის, რომ მათ სურს ფასების შემცირება, ამ მიზნის მიღწევა იმ გზით რა გზაც გითხრა, წარმოუდგენელია. უბრალოდ იმიტომ, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, პირობითად დავუშვათ, ხო? ამ რაღაც ქსელურ სუპერმარკეტებს შორის, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული სამართალდამცველ უწყებებთან ან ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პირებთან. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს განცხადება იყო რაღაც ნაზავი პოპულიზმის და მუქარისაც მათ შორის, ხო? აი სახელმწიფოს მხრიდან, რომ მას აქვს გარკვეული ბერკეტები და შეუძლია ვიღაცები დასაჯოს. თუმცა ჩვენ გვახსოვს მსგავსი ნაბიჯები თუ განცხადებები წინა პრემიერ-მინისტრისგან, თქვათ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ასევე მის წინა მამუკა ბახტაძისგან, თუ წინის წინა როგორც იყო, პურის ფასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალური შედეგი საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეებს არ გვიგრძნია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. დღესაც საშუალო ქართული ოჯახის ბიუჯეტის ნახევარი მიდის კვებაზე, ანუ სურსათის შეძენაზე. ეს საშუალო შემოსავალს ვამბობ, რაც უფრო ღარიბია ოჯახი, ხო, ეკონომიკურად ზოგადად ესეთი წესი არსებობს. დადგენილია, რომ რაც უფრო ღარიბია, უფრო მეც ხარჯავს სურსათს, იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე ფული უბრალოდ აღარ რჩება, ხო? იმიტომ რომ არ აქვს შემოსავალი საკმარისი. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა მტკივნეული პრობლემაა, როგორც ჩანს ეს პრობლემა უკვე ხა ეს ფასები ხო არ არჩევს იქ ვიღაცა ნაციონალია ახალი წევრია თუ ქართული ოცნების, ხო? ყველას გვეხება ეს და შესაბამისად ეს ინფლაციური წნეხი ყველაზე გაიზარდა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა რაღაცა პოლიტიკურად ეს თითქოს გადაჭრის გზები შესთავაზოს თუნდაც საკუთარ ამორჩევს ხა ვინც არ არის ქართული ოცნების ამორჩეული იმას არ ჯერა ამის ეს ცალსახაა ხო რომ ამ ქმედებებით რამე შედეგის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარულად ეკონომიკის პირველ კურსზე ისწავლება რომ ფასების რეგულაციით მისი შემცირების მიღწევა უბრალოდ გზელადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა უბრალოდ წარმოუდგენელია ამას შეიძლება გამოიწვიოს მინიმუმ დეფიციტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო პროდუქციის გამოსვლა თუ შემოსვლა ბაზარზე და საბოლოო ჯამში დეფიციტი რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად ზრდის ფასებს ხო ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში სადაც მე დავიბადე და შესაბამისად ის რაც განაცხადა ხელისუფლებამ საკუთარ გეგმად ეს არ უნდა ვივარაუდოთ რომ მოკლე პერიოდში ის მოახერხებს ან თუ კი ხელოვნურად ფასების ცვლილებას ვნახავთ ეს ასევე არის რისკების შემცველი ხო შედეგი მაინტერესებს რამდენად შეიძლება ეს შედეგიანი იყოს წარმოუდგენელია არც არის იციან ძალიან კარგად რომ ამით შედეგი არ მიიღწევა ხა რა გონია ჩვენ რომ ქსელური სუპერმარკეტები მართლა გარიგებულები არიან და დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან და მისი შემომწირულები არიან და მათ დასჯას აპირებენ ეს გონია და ქსელური სუპერმარკეტები 40%-ია მხოლოდ სურსათის ბაზრი საქართველოში 60% მოდის ბაზრებზე და უბნის მარკეტებზე ძველ მარკეტებზე ასე ვთქვათ არა ბრენდებზე ხო იქაც ყველა ბაზარში ყველა მოვაჭრე ყველა გარიგებულია ერთმანეთში თუ შემომტანია ყველა ერთმანეთში გარიგებული აქ ხო თან იმაზე არ ვსაუბრობთ რაღაცა ანუ თუ ვიღაცა მაღალფასაწესებს სპეციალურად რომ თვითონ ძვირად გაყიდოს სხვა მიაფათ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს ხო მაგრამ საქართველოს დღეს არის იმპორტ დამოკიდებული ჩვენი სამომხმარებლო კალათის 80% არის იმპორტირებული ანუ ადგილზე წარმოებული არ არის და რატომ იმიტომ რომ ესე ის უფრო იაფი გვიჯდება იმის შემოტანა თორე ეხლა წარმოიდგინეთ რომ პირობითად რატო შემოვიტან პამიდორს პირობითად ვამბობ ხო ან ხორბალს თუ გვაქვს ჩვენ აქ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს ხო მით უმეტეს უფრო იაფად ვერ ვაწარმოებთ, უფრო ძვირად ვაწარმოებთ, ხო? შესაბამისად ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა და რომელ ქვეყნებზეა თან ეს სურსათი იმპორტ დამოკიდებულება რა მგონია და შორს კი არ წავალ. თურქეთი და რუსეთი, სადაც ძალიან მაღალი ინფლაციაა და ბოლო წლებში გაიზარდა სურსათზე ფასები ამ ქვეყნებში მათ შორის. ხო? და იმპორტზე დამოკიდებულებითაც რეგულაციებით თუ გადასახადებით ბუნებრივია პროცესში წვლილი და საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ხო? მაგრამ ნახეთ ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს მინიმუმ ეუბნება რომ მე პრობლემას ვხედავ და რაღაცნაირად თუ კი დავაკვირდებით როგორ გაშუქდა პროსახელისუფლებო მედიაში აი ეს ინიციატივა რომ პრობლემა არის იდენტიფიცირებული თითქოს ახლა დაინახა უკვე ქართულმა ოცნებამ რა აწუხებს მოქალაქეებს თუმცა როცა პასუხისმგებლობა მთლიანად ან აქცენტი კეთდება ბიზნესზე აქ ჩანს თუ არა რომ ქართული ოცნება არ აპირებს რაიმე ტიპით საკუთარ გადაწყვეტილებებში პასუხების ძიებას ხომ არ ვიცი როცა ამდენი წელია ხელისუფლება არ იცვლება და ყველაზე მეტად პრობლემა დღეს მწვავედ დგას ეს მათ შორის ხომ ნიშნავს ეკონომიკური პოლიტიკის კრახსაც
რა თქმა უნდა, ხო საქართველოს არის სამწუხაროდ ძალიან სარისკო ქვეყანა და სარისკო ქვეყანა ეს გუშინ და დღეს ხო არ გამხდარა რა. ამ ქვეყანაში ინვესტირება როგორც უცხოელისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესისგან მოითხოვს იმას, რომ აქ ინვესტორმა უფრო მაღალი მარჟა უნდა მიიღოს, ვიდრე იღებს პირობითად საფრანგეთში. თუ საქართველოში იგივე საპროცენტო განაკვეთია, როგორც საფრანგეთში, ხო, წავად საფრანგეთში ჩადებს ფულს, მათ შორის ქართველი ბიზნესმენი, პირობითად ვამბობ, ხო? ეს ანუ დღეს ხო ეს აღარ არის პრობლემა, ხო? რატო აწარმოებს ბიზნეს საქართველოში თუ უფრო მეტი მოგება არ მიიღო, იმიტომ რომ რისკები აქვს აქ მაღალი. და ეს რისკიანობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალია პირველ რიგში, ხო? და იმ სისტემის, რა სისტემაც აიწყო, სადაც თუნდაც იგივე ხა ბიზნეს რო ჯარიმა გამოუწერონ, პირობითად ავიღოთ, რავი, დაცვაჯონეს. ქსელური მარკეტები, ხო? მე არ გამოვდგები მათ ადვოკატად, ნამდვილად საწავლენ ესე სადიჩივლე სასამართლოში? გიორგი, მათ მაინც აქვს იმედი ხელისუფლებასთან შეხვედრებზე რომ დადიან და ის რა ქვია, თითქოს ყველაფერი წესრიგში ასე რომ გვიყვებიან, სხვილი ბიზნესმენები. ხო, მათ მაინც აქვს იმედი რომ სასამართლოში რა გაგრძელებას ხედავთ თქვენ აი იმ პოლიტიკაში, რასაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, დავიბარებთ ყველას მოუწევს, ყველას პასუხებს მოვისმენთ და თუ კი ხელისუფლება იქნებოდა გულწრფელი, რომ მას სურს მართლაც ფასების შემცირება, რა უნდა გაეკეთებინა ან რა შეთავაზებდით თქვენ მათ? ხო. პირველ რიგში თავიდანვე ვთქვი, რომ ეს გზა ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, ჩვენ მოქალაქეების ინტერესი რა არის, ხო, მივიღოთ შედარებით დაბალი ფასები და არ იყოს ესეთი მაღალი ინფლაცია, როდესაც საშუალო ინფლაცია 5%-ია და ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება ფასების სურსათზე, რომელიც ასევე ჩვენი მოხმარების ნახევარია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაწუხებს ყველას და გვინდა რომ გადაიჭრას ეს პრობლემა და შეიძლება ბევრს საერთოდ არ ადარდებდეს, ვინ გადაჭრის ამ პრობლემას და რა გზით. მაგრამ ასე ვერ გადაიჭრება პრობლემა, იმიტომ რომ გვახსოვს საბჭოთა კავშირში დავიბადეთ ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი და თქვენი მაყურებლების ნაწილი, ხო? და გვახსოვს იქ იყო ფიქსირებული ფასები, მაგრამ ამას არ გამოუწევია ის ამ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. პირიქით დაიშალა ეს ქვეყანა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, იმიტომ რომ ცენტრალიზებული მართვის სისტემა არ შეწებოდა. ის სისტემა ავტორიტარული, რასაც ნერგავს ხელისუფლება, რომ ვიღაცებს გონიათ პირობითად მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, დამოუკიდებელ მედიას გულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაგვტეხავენ წელში და ნაწილი გადატეხეს კიდეც უკვე, ხო, ფინანსურად მოჭერით, ასე ვთქვათ, და დანარჩენი ახლა ეს ბიზნესი იცხოვრებს რაღაცა დემოკრატიულ საქართველოში და რუსული ფულით ნაკვებ ეგრეთ წოდებულ ადუღებულ ეკონომიკაში. ეს ხო უბრალოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი მიადგება იმათაც, ვისაც ეგონათ, რომ თავი ქუჩი ქონდათ და არაფერი არ შეეხებოდა. იმიტომ რომ ავტორიტარიზმი სჭირდება ჯერ ფული, რომ გამყარდეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ რაღაცა აჩვენოს შედეგი, ხო, თუნდაც მათ მომხრეს. თუ ახლა მართლა ასეთი ეკონომიკური დაგვაქვს, იკითხავს მათი მომხრეს, ხო, ეს არის ფასები მუდმივად რატო იზრდება? მათ შორის სურსათზე, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქმედებებით შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ შედეგს მიაღწევს ხელისუფლებამ. ეს არის უბრალოდ პოპულისტური ნაბიჯები, რომ დროებით ვითომ რაღაც შეიძლება განტევების ვაცი იპოვონ კიდეც, რაღაცა სადეს ახლა ივაჭყონიაზე გადაბრალება, რომელიც 2 წელი აღარც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რის ხელმძღვანელობასაც აბრალებენ და თან ეს ორგანიზაციაც არ არის გადაწყვეტილების მიმღები და ფასების დამწესებელი, ასე ვთქვათ. ხო, ფასებს ბაზარზე აწესებს მოთხოვნა მიწოდების კარგი. მადლობა.